ყველას გილოცავთ მეგობრებო დღევანდელ დღეს ბზობის ბრწყინვალე დღესასწაულს ეს არის მაცხოვრის იერუსალიმში შესვლა დიდებით და ეს ის მომენტია როდესაც წინა დღით მან აღადგინა ლაზარე და დაიტირა ასე ვთქვათ ცრემლის წამოვიდა ხო და რატო ხომ იცოდა რომ აღადგენდა მაგრამ მას კი არ აწუხებდა ეს რა თქმა უნდა აწუხებდა რომ ლაზარე მოუკვდა როგორც მეგობარი მაგრამ იცოდა რომ ის აღადგენდა მას მაგრამ ამით აჩვენა თუ როგორ აწუხებს კაცობრიობის ბედი რა მძიმე მდგომარეობაში ვართ რომ ამისთანაც დიდი ქმილება როგორი დასუსტებულები ვართ რო კვდებით სიკვდილს ვართ დამონებულები და დიახ შემდეგ დღეს უკვე მან დიდებით ესეთი გაბედულად აი ეს უიმედო ერთი მხრივ ადამიანებს დაანახვა რომ ეს არის დიდებული ღმერთი დიდებული მეფე რომელიც დიახ დაიხსნის აი ამ სიკვდილის ტყვეობიდან და ჩვენ ახლა აი სწორედ ამ პერიოდში ვართ როდესაც უკვე აღდგომას ვიზეიმებთ და ეს არის სიკვდილზე გამარჯვება. ეს არის სიკვდილზე გამარჯვება, ეს არის ასევე ცოდვაზე გამარჯვება, რადგან ცოდვის აზღაურია სიკვდილი. იცით რა, მე ცოდვილი ვარ. ძალიან ცოდვილი. მაგრამ ღმერთზე რასაც ლაპარაკობ, ის წამს და ფიქრობ სწორია. ამიტომ ის რომ შენ ცოდვილი ხარ, შენ ამან არ უნდა დაგთგუნო სწორედ ეშმაკის გულს ახარებ ამით რომ შენ ღმერთზე აიცრო გული რომ თქვა რომ აწი მაინც აღარ აქვს აზრი რომ ჩაიქნიო ხელი რომ ნულიდან ისე დაწყებას აზრი არ აქვს რომ შენ ამას ვერ შეძლებ ფსალმურში წერია რომ მართალი რამდენჯერაც რომ წამოდგეს რამდენჯერაც უნდა დაეცეს ხო შვიდ გზის რო დაეცეს ის მაინც მართლად იწოდება იმიტომ რომ წამოდგომა თავარი ხო ჩვენ ხშირად გვსმენია ამის შესახებ აი ამდენად მნიშვნელოვანია დღევანდელი დღესასწაული ესაია წინასწარმეტყველება მახსენდება იქ წერია რომ დედამ რომ მიატოვოს შვილი მე არ მიგატოვებთო წარმოგიდგენიათ რა ხელა სიყვარულია და ეს კაცობრიობის ბედია აი აქედან გამომდინარე ჩანს რა ძლიერ აწუხებს და აი ას დიდებით როგორ რა დიდებითაც იერუსალიმ შევიდა აი ამ სწორედ აი ამ დიდებით მოვა შემდეგ მაცხოვარი კვლავ ჩვენთან აი ამ დიდებით და სამუდამოდ უკვე დახსნილი იქნება ადამიანი აი ამ მონობისგან. ამიტომ ეხლა ის კვირა არის სამშლოვანი ხო შემდეგ ჩვენ ხვდებით რას პეტრე მოციქულის ასე ვთქვათ დაცემას და საინტერესო რა არის დაცემა ხო თავისთავად ცუდია და მაცხოვარი აფრთხილებს ამის შესახებ ხო საინტერესო არც ხელს უშლის უშვებს ამას თითქოს აფრთხილებს მაგრამ ეს გარდაუვალია მაგრამ ამ დაცემას მაცხოვარმა იცოდა რომ დიახ ზოგჯერ დაცემა გეხმარება რომ მთელი ცხოვრება შენ უკვე გამართული იყო და გახსოვდეს ის დაცემის შედეგი და სწორედ ასეთი ჭირდებოდა წყემსთავარი ალბათ თავის ეკლესიაში რომელიც პირველი ასე ვთქვათ პეტრე დანიშნა ჩააბარა თავის ფარა და ასეთი რატომ? იმიტომ რომ მან დაცემის გემო სიმწარე იცის ის წამოდგა მან კვლავ დაუმტკიცა მაცხოვარს რომ უყვარს და იმიტომ უნდა ასეთი რომ ის მთელი ცხოვრების განმავლობაში და სხვადასხვა მინდა გარდამოცემა გვეუბნება რომ როცა კი მამლის ხივის გაიგებდა პეტრე ყოველთვის ტიროდაო მთელი ცხოვრება ახსოვდა მაგრამ პეტრეს არ ჩაუქნევია ხელი რომ მე ცოდვილი ვარ და აწი რა აზრი აქვს დამიჯერე შენ ვერაფერს ისეთ ვერ გააკეთებ რომ ღმერთს გული აცროვებინო ეს იმას კი არ ნიშნავს რომ შენ არ იქა ეხლა მაინც უნდა აკეთო არა იბრძოლე პაზლები
ცოდვანდეს დადი, აი როგორც პაზლებს დაშლი, ისე დაშალე საკუთარ თავი, თუ ეს გააზრებაში დაგეხმარება, რომ ნატურალურად დაიწყოს შემდეგ პატარ-პატარა ნაბიჯებით აწყობა საკუთარი თავის. პეტრე, როდესაც შემდეგ უკვე პეტრეს ხვდება და აბარებს უკვე თავის ფარას, საინტერესო მომენტი ხდება აქ, რომ აი პეტრე შემდეგ უკვე ეწირება გაბედულად ქრისტეს, ჯვარზე აკრავენ მას უკუღმა დაკიდებით და ქრისტე მას კარგად იცოდა ეს თავისთავად და პეტრემაც შემდეგ რომ ასეთი ფარის წემსი, ასე ვთქვათ, არასოდეს სხვას არ ჩაწიხლავს ცოდვის გამო. ის ყოველთვის გაუგეს სხვას, იმიტომ რომ თავად მიიღო მონაწილეობა აი ამ ცოდვაში. ამიტომ რის თქმა მინდა ამით რომ ნებისმიერი რამ ეს ცოდვა იქნება თუ რამ, თუ შენ ამას სასიკეთოდ შეცვლი და გამოიყენებ ასამაღლებლად, ეს შენ გაქცევს იმ პიროვნებად, რასაც ქვია ადამიანის ნამდვილი ბუნება, რომ შენ ჩამოყალიბდე. კიდევ ერთხელ გილოცავთ ბზობის ბრწყინვალე დღესასწაულს.